8 მუნიციპალიტეტია, 8 მუნიციპალიტეტში ჩვენ გვყავს ორგანიზაცია და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ 8 ორგანიზაცია არის მძლავრი და მყარი ორგანიზაცია. თქვენ ასევე დამეთანხმებით და ალბათ მაყურებელიც დამეთანხმება, მსმენელი დამეთანხმება, რომ თუ კი ვინმე რეგიონში კახეთის რეგიონი მაქვს მხედველობაში აქტიურობს და არ ვიცი პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებს ერთ-ერთი პირველი ხაზს უსვამ პირველი ორგანიზაცია არის პოლიტიკური გაერთიანება თავისუფალი საქართველო. იმიტომ რომ თქვენ რო გადაავლოთ არ ვიცი მედიას, პრესას, თვალი რეგიონულ მედიას საშუალებებს, თქვენ ნახავთ რომ თუ კი დანარჩენი ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია აქტიურობს, ორჯერ და სამჯერ მეტად აქტიურობს პოლიტიკური გაერთიანება თავისუფალი საქართველო. აუცილებლად მინდა მსმენელს და მაყურებელს შევახსენო, რომ გიორგი მოსიაშვილი გახლავთ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და აი ეს რას ნიშნავს ეს თქვენთვის ბატონო გიორგი და ალბათ გაათმაგებული იქნება თქვენი პასუხისმგებლობა აი ამ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე მოტივირებული ვარ და ასე ვთქვათ, გადართული ვარ. გადართული ვარ იმისკენ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ შედეგი დავდოთ, მოვიტანოთ შედეგი და აი ამ არჩევნებში გავიმარჯვო, მაგრამ მინდა გითხრათ აქვე და ხაზი გაუსვა და ვთქვა, რომ ჩემთვის მთავარი და არ ვიცი, შეიძლება ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მთავარი და პრიორიტეტი არის ის, რომ მხოლოდ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ჩვენთვის ეს პრიორიტეტი არ არის და კიდევ ერთხელ ვიძახი. მაგალითად, გასული არჩევნებზე, მე მაქვს თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი, იქ იყო საუბარი, ჩვენ ერთიანი ფრონტით, ერთიანი ძალებით კანდიდატები მაინც არ დაგვიპირისპირებინა. მინდა გითხრათ, რომ მაშინდელი ალიანსიდან, ნუ დღეს ოცნება ეს სუბიექტი, მაშინდელი ალიანსი მაგალითად ჩვენთან მიმართებაში დამარცხდა. ამას ნიშნის მოგებით არ ვიძახი. დღეს უბრალოდ მოუწოდებ. ჩვენ ერთმანეთს ნუ დაუპირისპირებთ კანდიდატებს. კი ბატონო, არ ვიცი, სოციოლოგიით, არ ვიცი, სხვა საშუალებებით ჩავატაროთ, რაღაც შევჯერდეთ, დავილაპარაკოთ, შევთანხმდეთ და ნუ დაუპირისპირებთ. პრაიმერის ჩატარებაც ხო შეიძლება? პრაიმერის ჩატარება შეიძლება. მიუხედავად იმისა, თქვენიც მაშინ ჩვენ ორგანიზაციაში არ ვიცი, რაღაცნაირად მოხდა ისეთი პიროვნება, რომელიც მოსახლეობისთვის მიუღებელი იყო ნაწილისთვის. ჩვენ მიუხედავად ამისა, გავიმარჯვეთ და დავამარცხეთ ეს ალიანსი. როგორც პარტიული სიებით, ისე მაჟორიტარი ვიყავი მე და მაჟორიტარი იყო ალიანსის კანდიდატი. დავამარცხეთ. მე ეს არ მინდა, კიდევ ვიძახი და ნიშნის მოგებით არ ვიძახი. მე მინდა რომ რაღაც დონეზე მოხდეს კონსოლიდაცია. ძალიან დიდი